გამარჯობათ. ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა ჩემი და ტრაგიკულიც რასაკვირველია, რადგანაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ გმირს შიული შარტავას და თქვენი უმრავლესობა დარწმუნებული ვარ ვერ აცნობიერებთ იმას თუ რა გააკეთა ამ ადამიანმა. რასაკვირველია, ნებისმიერმა თქვენგანმა იცის რომ ის არის ეროვნული გმირი და იქნება ასეთი მუდამ. მაგრამ თქვენ ვერ აცნობიერებთ რა გააკეთა ამ ადამიანმა, სანამ მე არ გეტყვით წინა პირობას, წინა ისტორიას. ამისათვის უნდა დავბრუნდე 20-იან წლებში, როდესაც გერმანიამ მოთხოვა ნოე ჟორდანიას რომ დაეთმო ართვინი ადაგანი და ბათუმი თურქებისთვის. ნოე ჟორდანიას ადმინისტრაციამ უბრძოლველად უბრალოდ დატოვა ეს ტერიტორიები. ეხლა ბათუმში უფრო მეტი იყო, ესე ვთქვათ, ქართული სიმძიმე და ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ იქ მერე უკვე კომუნისტებმა ემუშავეს და იქ მემედ დაბაშიძე გამოჩნდა და სხვა ქართველები და იქ ცოტა სხვა წავიდა სხვა სცენარით და ეს მე უკვე მოვყევი ბათუმზე საუბრისას. მაგრამ როდესაც ქართულმა ადმინისტრაციამ დატოვა ართვინი და არტაანი თუ არდაღანი, არ ვიცი ზუსტად რა ქვია, მაგრამ თქვენ გაიგებთ ამას, რაზეა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც იყო სუვერენი ამ ტერიტორიაზე, მე უკვე აგიხსენით, როდესაც საუბრობდი მიწაზე, როგორ იქნება საკუთრება მიწაზე და რას ნიშნავს ერთის საკუთრება მეორეს მიმართ. როდესაც ერთი მხარე მიდის მანამ, სანამ მას არ ხვდება მეორე საპირწონე ძალა. ანუ პირველ ძალას აჩერეს მხოლოდ მეორე საპირწონე ძალა. და კავკასიაში ასეთი ძალა იყო რუსეთი. რუსეთი მიიწევდა წინ, მანამ მას შეეძლო თავისი სამხედრო ძლიერებით და ამ მიწებზე, ასე ვთქვათ, სუვერენი იყო რუსეთი. როდესაც რუსეთი გავიდა საქართველოდან, მე კიდევაც გითხარით, რომ ნოე ჟორდანიას არ უნდოდა დამოუკიდებლობის გამოცხადება, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა ქართულ სუვერენიტეტს ამ მიწებზე და ქართული სუვერენიტეტი ეს კიდე დასამტკიცებელი თემაა. იმიტომ რომ შენ როდესაც აცხადებ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, შენ უნდა შეგეძლოს ამის დამტკიცება. საქართველოს ამის დამტკიცების საშუალება არ ქონდა, იმიტომ რომ საქართველოს ვერ გაუძლებდა კიდევ ვიმეორებ ვერც თურქულ, ვერც სომხურ, ვერც აზერბაიჯანულ და ვერც მით უმეტეს რუსულ გეგმებს და ზრახვებს. იმიტომ რომ ყველა ამ სახელმწიფოს ქონდა საქართველოში ინტერესები და საქართველოს მიწებზე ტერიტორიული პრეტენზიები. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, როდესაც ქართულმა ადმინისტრაციამ დატოვა ეს ორი ქალაქი, ეს ნიშნავს უპატრონო მიწებს. ანუ რუსეთი საქართველოს გამოცხადებული აქვს სუვერენიტეტი, მაგრამ საქართველოს ვერ იცავს თავის მიწებს. და თვითნებურად შეიძლება ვერ იცავდე მიწებს, კი ბატონო, ამასაც დაუშვებ, იმიტომ რომ ისტორია ესეთი დინამიკურია, დღეს მოიგებ, ხვალ წააგებ, დღეს მოიგებ, ან დღეს წააგებ, ხვალ მოიგებ, ეს სულ ერთია, მიწები გადადის, გადმოდის, საზღვრები იცვლება, მაგრამ როდესაც შენ გადიხარ ტერიტორიიდან და ტოვებ მას, მაშინ იქ შედის ის, ვისაც აქვს პრეტენზია და იცავს ის, ვისაც აქვს ამის პრეტენზია. ართვინში და არდაგანში ქართულ ადმინისტრაციებს ერთი ტყვიაც რომ გაესროლათ და მე თურქები შემოვიდოდნენ და ან დახრეტდნენ, ან უკან დაიხევდნენ და ისინი წართმევდნენ, ეს მაინც იქნებოდა ომით წართმეული და ომით წართმეულის დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია ომითვე. მაგრამ ეს ტერიტორია უბრალოდ მიაგდეს, დატოვეს და გამოვიდნენ იქედან. იგივე მოხდებოდა აფხაზეთში
მაშინ დაინგრა მეფის რუსეთის იმპერია და 90-იანებში დაინგრა საბჭოთა იმპერია. აფხაზეთის მთავრობა რომ ჩავარდნილი იყო ტყვედ, უკან დახევაც ცოტა ისეთია რომ გავყარეთო იტყვიან მე რომ თქვენი იყავით, მაგრამ ჩვენ მოვიდ და გავყარეთ. ამიტომ ჟიული შარტავამ თავი გასწირა, ის ისტორიკოსი იყო, ხო, როგორც ვიცი, არ შეიძლებოდა რომ მას ეს არ სწოდნოდა ეს თემები, მან იცოდა და შეგნებულად გადადგა ნაბიჯი და ის არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი გმირი, ჩემი აზრით. მან დაუტოვა ქართველებს საშუალება აფხაზეთის დაბრუნების. აფხაზეთის მთავრობა რომ გამოსულიყო აფხაზეთიდან, მაშინ იქეთა მხარეს ექნებოდა იმის თქმის საშუალება, რომ თქვენ დატოვეთ ეს მიწები და წახვედით. იომეთ, არ იომეთ, ეს კიდე ცალკე საკითხია, იმიტომ რომ იომეთ და წაგართვით მაშინ, ხო? გასაგებია რომ იომეთ და წაგართვით, ეხლა მოდი მე უფრო ძლიერი ვარ და ეხლა მოდი მეც დავიწყებ ომს და ისევ წაგართმევ, ისევ დავიბრუნებ ჩვენს მიწებს, მაგრამ ეს კიდე პლუსია რაღაც, რომ იომებ და მოდიხარ უკან, ეს კიდე პლუს გიტოვებს, მაგრამ როდესაც შენ ტერიტორიას ტოვებ და უკან მოდიხარ, ეს უკვე არანაირი შანს აღარ გიტოვებს. ერთადერთი შანსი, რაც იყო, თუ რუსეთს არ აქვს გამოცხადებული, რომ იგი უარს ამბობს ამ ტერიტორიებზე ოფიციალურად, მაშინ ეს ტერიტორიები აღარასოდეს აღარ დაბრუნდება, იმიტომ რომ თურქეთმა ეს ტერიტორიები დაიკავა კანონიერად, იმიტომ რომ ფაქტიურად უპატრონო მიწებზე მივიდა და დაიკავა უპატრონო მიწები. ანუ ეს დაახლოებით იცით როგორ არის, აი რაღაც ახალ კუნძულს რო აღმოაჩენ და მიხვალ და შენ ან გრენლანდიაში ან სადმე ან ანტარქტიდაში რომ მიხვალ და რაღაც ტერიტორიაზე გახვალ და იქ შენ დროშას დადებ. დაახლოებით ისეთი სიტუაცია. ჟიული შარტავამ ეს შანსი ეს დაუტოვა საქართველოს, რომ იურიდიულად აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია. საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის ტერიტორია არ დაუტოვებია, კი იომა მართალი იყო, არ იყო მართალი, თუ რაც იყო, დამარცხდა, წამოვიდა, მაგრამ დღეს არა გვაქვს ჩვენ ძალა, ხვალ გვექნება და ხვალ განვაცხადებთ ჩვენს პრეტენზიებს ამ ტერიტორიაზე და ვერავინ ამას უკვე ვერ გაასაჩივრებს. და რაც შეეხება იმ ორ ქალაქს, ისე რო ებრძოლათ იმ ორი ქალაქისთვის ქართველებს, როგორც იბრძოლებს ბათუმისთვის, არ გამოურიცხავ, რომ ის ორი ქალაქიც დღეს ყოფილიყო საქართველოს შემადგენლობაში ისე. როგორც იყო ადრე თუ არა და მაშინ ის იქნებოდა ბრძოლით, ომით წართმეული და ომით წართმეული ომითვე ბრუნდება. ეს არის ჭეშმარიტება. ამიტომ დიდება ისეთ გმირებს, როგორც იყო ჟიული შარტავა, უნიკალური ადამიანი, ასეთ გმირებზე დგას საქართველო. და მარიამ ღვთისმშობლის ფარველობის ქვეშ რომ არის და იესო ქრისტეს ქვეყანა რო ვართ, კიდე აი ამაზე დგას საქართველო, იმიტომ რომ გადახედოთ ჩვენს ისტორიას, არც ერთი ლოგიკური ახსნა არ არსებობს იმისა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო დღემდე. ეს არის სიმართლე რა. ჩვენ აუცილებლად გვაქვს ღმერთის შეწევნა, ჩვენ აუცილებლად გვყავს ისეთი გმირები, როგორც იყო ჟიული შარტავა. დიდება ასეთ გმირებს, დიდება საქართველოს. გამოიწერეთ ჩემი არხი, დააფინანსეთ, გააზიარეთ აუცილებლად და მე გბირდებით, რომ თქვენი ფიქრები, თქვენი აზროვნება იქნება უფრო საინტერესო.